სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. მარადიული სიცოცხლე ღმერთიშვილობა. ღმერთიშვილობა აუცილებლად ჩვენ როგორც თავისუფალ დინამიკაში განვითარებად არსებებს, ღვთისმშობლობა გვაყენებს იმ პასუხისმგებლობის წინაშე, რომ უნდა შევიცვალოთ. ჩვენ ვიცით ეს ცვლილება როგორია, სხვა არსებად უნდა ვიქცეთ. ეს არის ქრისტიანობა, როცა ჩვენ სხვა ქმნილებები ხვდებით. ამაზე ბევრი გვისაუბრია. ასაც თავიდან შობას უწოდებს უფალი. უფალივე უწოდებს, რომ ადამიანი თავიდან იქმნება, ახალი ქმნილება ხდება. ამას რა თქმა უნდა, გარკვეული ცხოვრების წესის დანერგვა ჭირდება ჩვენში და გარკვეული პირობების შესრულება ჭირდება ჩვენ. ერთ-ერთი ეს პირობათაგანი და ძალიან მნიშვნელოვანი, რომლის გარეშეც უბრალოდ არაფერი გამოვა, არის ის, რომ ღვთისნებით ვიცხოვროთ. რა თქმა უნდა, ადამიანი ამ დროს შინაგანად შეიძლება გააპროტესტოს, იფიქროს, კი, მაგრამ ჩემი თავისუფლება სადღაა, თუ ჩემი ნება უარ ვყავი ღვთისნების სასარგებლოდ. აქ არის ზუსტად ის სიბრძნე, რომელსაც ქრისტიანი უნდა ხვდებოდეს. როდესაც შენ ღვთისნებას აღასრულებ, შენ ნებას კი არ უარყოფ, ანუ შენ თავისუფლებას კი არ უარყოფ, არამედ შენი თავისუფალი არჩევანი არის ის, რომ შენ ღვთისნებით იცხოვრო. ანუ შენი თავისუფალი არჩევანის რეალიზებას ახდენ ამგვარად და არა სხვაგვარად. მე თუ სხვაგვარად მინდა ადამიანი იტყვის, თუ სხვაგვარად გინდა, შეგიძლია სხვაგვარად გააკეთო. ოღონ ერთი რამ არის. შენ ხომ გინდა რომ ცოცხალი იყო და სიცოცხლე შენთვის ხო ასოცირდება, მოდი ესე ვთქვათ, ბედნიერებასთან, რომელიც ვთქვათ, შეიძლება ყველაფერს მოიცავს, სიყვარულსაც, ყოველგვარ სიკეთესაც, სიხარულსაც და ასე შემდეგ. ერთადერთი სიცოცხლე არსებობს სამყაროში. ეს არის ცოცხალი ღმერთი. სხვა სიცოცხლე სამყაროში არ არის. აბა უღმერთო როგორ არის? უღმერთო აი საერთოდ არ წამს და ცოცხალია, ბარ არის. არ არის ცოცხალი. ესე ცხოველიც ცოცხალია. არსებობს, ესე ქვაც არსებობს. ერთადერთი ჭეშმარიტი ნამდვილი სიცოცხლე მხოლოდ ღმერთია. ხოლო ის, რასაც ჩვენ გვაცდუნებს ამავე დროს და სიცოცხლეს ვუწოდებ, რა არის? წარმოიდგინეთ, რას ვაკეთებთ ჩვენ? ხორციელად ცხოვრობთ. ეს არის ფიზიოლოგიური ცხოვრება, რომელიც ცხოველსაც აქვს, აი მაიმუნს მაგალითად. წარმოიდგინეთ, ადამიანში რო ღვთისმსული არ იყოს. განაც ჩვენ მაიმუნს არ დავემსგავსებოდით, ლამის ხანდახან ახლაც. გესმით, ღვთისმსული აკეთილშობილებს ჩვენ ხორცს, ღვთისმსული აკეთილშობილებს ჩვენ ხორცს. მაგრამ ადამიანს მაინც მოსწონს ეს ხორციელი ცხოვრება. იმიტომ რომ ის სიამოვნებას უკავშირდება, მას უვლის და ფუფუნებს მას, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ამას ემატება ჩვენი ეგოიზმი, რა თქმა უნდა, პატიმოყარეობასთან, სიამაყებასთან, ამპარტავნებასთან, ასე შემდეგ, ყველაფრით ამით შეზავებული და ჩვენ აი ამ თავისი გეგმებით, თავის მიზნებით, თავის მისწრაფებებით ურთიერთობებში თავის ამგვარად გამოვლინებით და მთლიანობას ჩვენ ამას უწოდებთ სიცოცხლეს. კი ბატონო, შენი ნება, მაგრამ რამდენი ხანი გაგრძელდება? საფლავის კარამდე და უფრო ადრეც დაუძურებამდე მოხუცებული ხდები და ასე შემდეგ. ანუ ეს რა სიცოცხლეა, რომელიც ძალიან მალე დასრულდება, თან ყოველ წამს შეიძლება გამოგეცალოს. და მორჩა, დამთავრდა, აღარ არსებობს. ერთადერთი სიცოცხლეა, ეს არის ღმერთი. არც ქვაა ცოცხალი, არც მაიმუნია ამ გაგებით ცოცხალი და არც ცხოველი, არანაირი. არც მშვენიერესი ვარსკვლავთა და გალაქტიკების სამყაროა ცოცხალი, არაფერი ცოცხალი არ არის, მხოლოდ ღმერთია ცოცხალი, რომელიც არის თავისუფალი, პიროვნული, მოაზროვნე, სამყაროს მიღმიერი, ტრანსცენდენტული, ყოვლადწლიერი არსება. სხვა სიცოცხლე არ არსებობს. შენ მისი ხატი და მსგავსი ხარ ადამიანო. ამიტომ ერთადერთი, რითაც შენ შეიძლება ღვთისშვილი გახდე, რაც შეიძლება სიცოცხლე დაიმკვიდრო, გესმით? ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ცოცხალ ღმერთთან ყოფნა, რომელიც არის რა თავისუფალი, მას ნება გააჩნია და როგორ შეიძლება დაიცოცხლო ღმერთში და ღვთაებრივი სიცოცხლით, ისე რომ მისი ნება უგულებელს ყო. ამიტომ ერთადერთი გადარჩენის შესაძლებლობა ეს არის ღვთისნების გაგება, მოდი ეს საიდუმლოებაა, მინდა გითხრათ, ღვთისნება ესე არ იკითხება ესე იოლად და ღვთისნების შესაბამისად ცხოვრება და ეს არის თქვენი ქრისტიანთა თავისუფალი არჩევანი.
და ეს იმდენად მნიშვნელოვანია და ისე უნდა გვინდოდეს, რომ ჩვენ ვთხოვთ კიდევაც ლოცვაში უფალო იყოს შენი ნება. და თუ ადამიანი მაინც ასე არ იცხოვრებს, თუ ადამიანი უარს იტყვის ღვთისნების აღსრულებაზე და მაშინ რჩება თავისი ნება, მაგრამ ეს ნება უკეთურია, როგორ შეიძლება არ იყოს ნება უკეთური, როცა მას არ სურს სიცოცხლე? როგორ შეიძლება ნება არ იყოს უკეთური, როცა ის ზუსტად იმ მიდრეკილებების არის, როგორც დაცემული ანგელოზი? როგორ შეიძლება ნება არ იყოს უკეთური, როდესაც ის შენი პირუტყული და დემონური, ანუ ეგოისტური მიდრეკილებების აღმსრულებელი და უარყოფილია სიცოცხლისა, რომელსაც ქვია სიყვარული, ანუ ღმერთი. ჩვენ ვიცით ახლა ეს გასაგებია, თეორიულად ძალიან ლამაზად ჟღერს, მაგრამ რეალობა სხვა რამეა. რეალობა არის ის, რაც არის. ჩვენ მუდამ საკუთარი ნებით ვცხოვრობთ. მუდამ ვიმართებით გულის სიტყვებით. გულის სიტყვები, რომელიც თავის მხრივ ინსპირირებულია დემონური ძალებისგან. და ჩვენ ამას იმიტომ ვერ ხვდებით, რომ დემონურია, იმიტომ რომ ჩვენი ნება და ეშმაკისნება თანხვედრაშია. იმიტომ რომ ჩვენი ნება ეგოისტური, პატივმოყვარე, ამაყი, ჰედონისტური. და როცა ადამიანი მაინც და რელიგიურობა მას არ შველის. ამაზე ბევრჯერ გვიტყვი. შეიძლება რელიგიური ადამიანი ყველაფერი ამით შემკულია მაინც. და როდესაც ადამიანი ცხოვრობს აი ამ საკუთარი ნებით, აი ეს იგავური სახე, რაც დღეს აღმოვიკითხეთ ლუკა მახარებელთან, ზუსტად ამაზეა საუბარი, გახსოვთ ხო ლეღვის ხე რომ ნაყოფს არ იძლევა და მე პატრონე გაგიჟდება 3 წელი მოვდივარ რომ ნაყოფი ვერ ვნახეო. ეს 3 წელი ერთგვარი სიმბოლოა, ახალგაზრდობა, შუახნის ასაკი და სიბერე. ანუ ამ შემთხვევაში ხო ლეღვზე არ არის საუბარი, ხო ხვდებით? ჩვენზეა საუბარი. ანუ გაიარა ადამიანის ცხოვრება, გაიარა, დაბერდა და ნაყოფი არ აქვს. და რას ამბობს მე პატრონი, ანუ ღმერთი მოკვეთე. უკმათ უკავია ეს მიწა. და ამ დროს თითქოს ფარველი ანგელოზი ან რომელიმე წმინდანი, მოდი ეს ან ეკლესია, ანუ მეოხი, რომელიც შენზე ზრუნავს. ის ეუბნება, მოდი რა, მოუთოხნი და სკორეს დაუდე. და მამათა განმარტებით ეს მოთოხნა და სკორეს დადება რა არის? განსაცდელები, რომ გამოფხიზლდეს. ადამიანი დაბერდა და ვერ გამოფხიზლდა მაინც გონია რომ სიცოცხლე აი უკვე დამჭკნარია სხეულით და გონია რომ სიცოცხლე მაინც ეს არის და მაინც ამგვარი ინტერესებით, ამ სოფლიური ინტერესებით ცხოვრობს. და აი აქ მოდის განსაცდელი, რომელიც დაგაფიქრებს, აი შენი ნებით იცხოვრე ამდენი ხანი, ეხლა მაინც მიხვდი, რომ ეს შენი ნება უკეთურია. და ეგება დაფიქრდე და იკითხო, ღმერთო, შენ რა გინდა? რა არის ნება შენ? ეს იგავური სახეა, რომელიც ჩვენ ჩაგვაფიქრებდეს უნდა და მე ჩვენს ცხოვრებაში ამან გარკვეული კორექტივები უნდა შეიტანოს. ეს ცხოვრება როგორი უნდა იყოს, ხო, ეს მთელი წმინდა წერილი ხო ამაზეა და 2000-სლოვანი ეკლესიის გამოცდილება, კი, მაგრამ ჩვენ როგორ ვიცხოვროთ? გასაგებია რომ დიდი წმინდანები არსებობენ, მაგრამ მე რა გავაკეთო იმისათვის, რომ მეც მათი მიმბაძველი გავხდე და მათთან ერთად დავიმკვიდრო სიცოცხლე, ანუ ღმერთი, ანუ სასუფეველი. და მთელი წმინდა წერილი ამაზეა ზუსტად კიდევ ერთხელ ვიმეორებ და აი დღესაც პავლე მოციქული სწორედ ამაზე გვესაუბრება, ეს თესალონიკელთა მიმართ პირველი ეპისტოლია. თქვენ თვით გამოწვლილვით იცით, თქვენ თვითონ იცით, რომ გამოწვლილვით, ანუ პავლე მოციქულის შესაძლებლობას არ გვაძლევს პავლე მოციქულის სიტყვა, აი ვიდგე ეკლესიაში და ვამბობ, ხო, რავი, მე მაინდა-მაინც არ ვიცი, რაღაც ვერ ვიგებ. რაღაც არ ვიცი, ანუ ღვთისმეტყველი არა ვარ, მღვდელი არა ვარ, სასულიერო პირი არა ვარ, მონაზონი არა ვარ, ხო, რაღაც არ ვიცი. არ შეიძლება რომ ჩვენ არ ვიცოდეთ. ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ. იმიტომ როცა ადამიანმა არ იცის ყოფიერების, ადამიანობის, ღვთისხატობა და მსგავსობის, სულიერი ცხოვრების, ეკლესიის არსი, ის მუდამ შესწომებს უშვებს. და აი პავლე მოციქული გვეუბნება, რომ გამოწვლილვით იცით, თქვენ იცით, ანუ არ უშვებს იმას, რომ არ ვიცით და ჩვენ ხშირად არ ვიცით. გესმით, არ ვიცით. პავლე მოციქული თვლის, რომ ჩვენ ვიცით, თქვენთან გამოწვლილვით ვიცით, ანუ კარგად ვიცით, კარგად. რამე თუ დღე იგი უფლისა, ანუ უფლის დღე რა არის? ეს არის უფლის დაბრუნება დიდებით და ჩვენი გარდაცვალებაც შეგვიძლია ჩავთვალოთ ამით, რომელიც ყოველ წამს შეიძლება დადგეს. ერთიც და მეორეც მოულოდნელად შეიძლება მოვიდეს. დღე იგი უფლისა, ვითარცა მპარავი ღამისა ეგრე მოიწევის. ესე იგი, პირველი რაც უნდა გვახსოვდეს, უფალთან შეხვედრა გარდაცვალებით იქნება ეს ჩემი თუ უფლის დაბრუნებით,
არავი, ანუ ქურდი როდის მეძლის ხوار ვიცი, მე რო ვიცოდე ქურდი როდის მოდის, ვეღარ მომპარავს. ანუ მოულოდნელი მოსვლა ახასიათებს ქურდს, მოულოდნელობა ახასიათებს. ანუ მოულოდნელად დადგება თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში შეიძლება გარდაცვალება დადგეს წმინდანებმა წმინდანებს წინასწარ ჰქონდათ ხოლმე უწყება. და ის ვიცით ეს განსაკუთრებული წყალობა რომ ემზადება ადამიანი. მაგრამ მრავალი ჩვენთაგანის ცხოვრებაში ესე მოხდება, რომ ჩვენ ისე დროს მოგვაკითხავს გარდაცვალება, რომ მაინდა-მაინც კაი ხასიათზე ვერ დავხვდებით. დამერწმუნეთ, ასე იქნება. და ეს ძალიან ცუდია. ჩვენ სიხარულით უნდა დავხვდეთ. ეხლა მე ამას ვამბობ რა, სულელი ვარ? ეს ხო ესია. ეს ხო ესია, წარმოიდგინეთ რა ბედნიერია ის ქრისტიანი, რომელიც მოახლოებულ გარდაცვალებას სიხარულით დახვდება. ეს ხო იმას ნიშნავს, რომ მას ქრისტესთან შეხვედრა კი არ უხარია, ენატრება. ასია თუ ისია, ზოგადად ადამიანს ეს მოულოდნელად დაატყდება ხოლმე თავზე, ამიტომ ვითარც ამპარავი. და ეხლა რაც შეეხება კვლავ საუბრობს მეორედ მოსვლაზე უფლისა და ანტიქრისტეს გამეფების პერიოდზე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როცა საუბრობს იმ თემაზე, ყოველთვის უნდა გადმოვიტანოთ ჩვენს პირად გარდაცვალებაზეც და პირად ცხოვრებაზეც. თორე როგორ ემართებათ ხოლმე ადამიანებს, სული ქარიან, აი როდის იქნება მეორედ მოსვლა, როდის გაბატონდება ანტიქრისტე და ამ დროს გვავიწყდება, რომ ჩვენ როგორ დავიცვლებთ, ჩვენ უფალთან შეხვედრა ეს ჩვენთვის მეორედ მოსვლის წოლფასი იქნება თითქმის და ყოველას ჩვენი ანტიქრისტე, ჩვენი მიდრეკილებების და ჩვენი ნებელობის და ჩვენი სიმართლის სახით ყოველას ჩვენი ანტიქრისტე ყავს. და აი პავლე მოციქულის ეს ცნობილი სიტყვები, რამე თუ რაჟამს თქვან მშვიდობა და უსაფრთხოება, მაშინ მეხსეულად მოიწიოს მასზე და მომსვრელი, ანუ გამანადგურებელი, ვითარცა სალმობა შობათის, ანუ შობიარობის ტკივილებს ადრის და ვერ განერენ. ანუ რაზე საუბრობს? კაცობრიობა როდის იქნება მზად იმისთვის, რომ ანტიქრისტე მიიღოს, როცა მთელი კაცობრიობა იქნება მხოლოდ მიწიერ ყოფიერებაზე კონცენტრირებული. მხოლოდ მიწაზე, არანაირი მარადისობა. ეს პატარ კონკრეტულ გარკვეულ რეგიონებში ეს ყოველთვის რაღაც ესეთი მოდელები იქნებოდა, საბჭოთა კავშირი ეს იყო, თანამედროვე ულტრალიბერალური სამყაროც ეს არის. პერიოდულად რაღაც კუნძულები ჩნდება მსგავსი მსოფლმხედველობის, რომლებსაც და ქვეყნები არსებობს ასეთი. თქვათ არსებობს ქვეყნები, სადაც თითქმის 100% ათეისტია ყველა. ხო, აი ესეთი კუნძულების შავი, ბნელი კუნძულები დღეს სამყაროში არსებობს. და რა განწყობა აქვს? ოღონ იყოს მშვიდობა, ოღონ იყოს უსაფრთხოება, ოღონ ემან რამე არ გვეტკინოს, არაფერი და ასე შემდეგ. აი ეს განწყობა და ინდივიდუალურ დონეზეც ესე არ არის, როცა ადამიანი ამას სოფლის სულით გაჯერებული, ამას სოფლის სულში ჩაძირული ცხოვრობს და საერთოდ არ ახსოვს მარადიული სიცოცხლე და არც ფიქრობს ამაზე და დროც არ აქვს იმაზე, რომ ღმერთზე იფიქროს. აი ასეთ დროს, როცა ადამიანი ასეთ კატასტროფულ მდგომარეობაში იმყოფება, ფაქტობრივად პირუტყვის მდგომარეობა ეს, მაშინ მოდის ის, რაც შენზე იწყებს ბატონობას, მომსვლელი, ანუ მთლიანად დაპყრობილი ხდები ამას სოფლის სულისგან ან დემონური სამყაროს მიერ და ვერაფერს ვეღარ იზავ. იმიტომ რომ სული წმინდის მგმობელი ხარ, შენი ცხოვრებიდან ღმერთი განაგდე, რომელიც აღარასოდეს აღარ მიგეტევება და ამიტომ ვერ განერენ. ანუ ამ მდგომარეობაში არ უნდა აღმოჩნდ. ოდესაც მთლიანად უარყოფ შენი ცხოვრებიდან ღმერთს. და მე აგზელებს, ეხლა ჩვენ გვეუბნება, თუ ასეთები არა ვართ, თუ ჩვენ ქრისტიანები ვართ, ხოლო თქვენ ძმანო, არა ხართ ბნელსაშინა. ის სიბნელია ისეთი რამე. ბნელსაშინა არა ხართ, რათა დღე იგი, ანუ უფლის დღე, ანუ უფალი რომ მოვა ჩვენთან, ვითაც ამ პარავი გეწიოთ, იმიტომ რომ ქურდი ღამე მოდის და თქვენ სიბნელეში, ანუ ღამის სიბნელეში არ ცხოვრობთ. ჩვენ სინათლეში უნდა ვცხოვრობდეთ წესით. ამიტომ ჩვენთვის მოულოდნელი არ იქნება არც გარდაცვალება და არც უფლისიდები დაბრუნება. ჩვენ მზად უნდა შევხვდეთ, იმიტომ რომ სიბნელეში არა ვართ. თუ ქრისტიანები ვართ. მე აგზელებს პავლე მოციქული, რამე თუ თქვენ ყოველნი შვილნი ნათლისანი ხართ, ანუ ღვთისშვილები ხართ. ანუ და გახსოვთ რო გითხარით, ღვთისშვილი ნიშნავს ღვთისნების აღსრულებელს. ვინ არის ღვთისშვილი? ვინც ღვთისნებით ცხოვრობს. ვინც ცხოვრობს ღვთისნებით, ის საღვთო ნათელში იმყოფება. ვინც საღვთო ნათელში იმყოფება, მისთვის მოულოდნელი არ იქნება უფალთან შეხვედრა, გარდაცვალებით იქნება ეს თუ
უფლის წინაშე წარსდგომით და არ შეეშინდება ეს, არამედ პირიქით ეს მისთვის ის მომავალია, რომლის საკენაც ის მიისწრაფის. ჩვენ არ ვოცნებობთ, ჩვენ რეალისტები ვართ. გესმის, ოცნება ცუდი სიტყვაა. ჩვენ რეალისტები ვართ. ჩვენ კი არ ვოცნებობთ, რომ აი ეგრე რო იყოს, რა კარგი იქნება. არა, ჩვენ ვიცით, რომ უფალს ვუყვართ და ჩვენ ქრისტესთვის ვცხოვრობთ და ქრისტეს ჩვენ გულში განვიცდით და ეს ჩვენთვის რეალურია, გესმით? ნამდვილია და ამიტომ ქრისტიანი ყველაზე რეალისტი ადამიანი უნდა იყოს. და აი ყოველ თქვენ ხართ შვილი ნათლისანი, შვილნი დღისანი და არა ვარ ღამისანი, არცა ბნელისანი, კატეგორიულად უარყოფს. კატეგორიულად. გესმით ეს რას ნიშნავს? ჩვენ უნდა მოვკლათ ცოდვა და ცოდვას ვებრძვით ჩვენში გულის სიტყვის დონეზე. არა თუ ჩადენილი საქმეების საქციელზე ლაპარაკის გზადმეტია. გულის სიტყვის დონეზე ვიბრძვით. მე აგზელებს, აწ უკვე ნუმცა გუძინავს, ვითარცა სხვათა. აი ეს ამასოფლის ძილი ფიზიოლოგიური ძილი არ იგულისხმება. როგორ ძინავს ადამიანს? ძინავს ისე რომ გონიერი და თავისუფალი არსება ვერ აცნობიერებს. რა პასუხისგებლობის წინაშე დგას. და ამ სოფლის სულით ერთობა. ძინავს, აბა რა შვება. გესმის? და ესენი არიან სხვებიო, პავლე მოციქული ამბობს. და ჩვენ არა ვართ ეს სხვები, ჩვენ ქრისტიანები ვართ. არამედ სანაცვლოდ, ამის სანაცვლოდ მღვიძარე იყვენით და განვიფრთხოთ, ანუ ფხიზლად, მღვიძარება და სიფხიზლე, რაზეც წეგან გესაუბრებოდით. რამე თუ ღამეს ძინავს და დაითვრია, ხოლო ისინი სხვები ძინავთ ამასოფლის სულით. და დაითვრიან, ანუ ამასოფლის სულით ამასოფლის სულთან ურთიერთობით სიამოვნებას იღებენ. სიამოვნებაში ატარებენ დროს, სიფხიზლე საერთოდ დაკარგული აქვს. ანუ ფაქტობრივად ნიშნავს, რომ თვრალი და მძინარე გონება გათიშული აქვს. ანუ ის რაც უმნიშვნელოვანესი ადამიანში მოაზროვნეობა გამოთიშული აქვს ესე დროს ადამიანს. ეხლა კვლავ საკუთარ თავზე ჩვენზე ამბობს. ხოლო ჩვენ რამე თუ დღისანი ვართ, რადგან დღისანი ვართ, ამიტომ განვიფრთხოთ, ანუ სიფხიზლად ვიყოთ. კიდე ერთხელ შეგვაყოლეს, ბევრჯერ გვიმეორებს, სიფხიზლისკენ მოგვიწოდებს. სხვათა შორის აი, როცა საუბარია სიფხიზლეზე და მღვიძარებაზე, გვახსოვდეს კიდე ერთი რამ, რომ გასულ ჩვენ ამბობთ ხოლმე, არსეთი წამი ქრისტეს გარეშე. ადამიანი დროში განგრძობილად ცხოვრობს. და როცა ვამბობთ, რომ არსეთი წამი ქრისტეს გარეშე, ეს ფაქტიურად პავლე მოციქულის სიტყვების სხვაგვარად წარმოთქმაა, ხო, მოუკლებლად ილოცვიდეთ. ეს ნიშნავს იმას, რომ სულ ღმერთთან მყოფობას ვსწავლობთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თითქოს ერთი წამი რა არის, არც არაფერი. მაგრამ იცით, ერთი წამი ჩვენ ცხოვრებაში დადგება წამი, როცა ჩვენ გარდავიცვლებით. ხომ მნიშვნელოვანი იქნება ის ერთი წამი. ჩვენ ცხოვრებაში დადგა წამი, იყო წამი, როცა ჩვენ დედამ დაგვბადა. ხომ მნიშვნელოვანი იყო ის წამი. ჩვენ ცხოვრებაში ხანდახან არის გამონათებები, წამის გამონათებები, როცა ღმერთი ჩვენ გულს ეხება. და ასევე ჩვენ ცხოვრებაში შეიძლება ყოფილა წამი, როცა ჩვენ იმ წამს ქრისტესთვის გვიღალატია. ანუ წამი თითქოს წამს არ ვაფასებთ, ესე მიდის თავის, ეს მიდის ეს დინარება წამებისა, მაგრამ ზოგიერთი წამი ძალიან მნიშვნელოვანია. და თუ ჩვენ არ ვისწავლით წამის გაფრთხილებას, ის წამი როცა უნდა გარდავიცვალო, მოვა ისე რომ მე მზად არ ვიქნები. ამიტომ ყოველი წამი ძალიან ძვირფასია. და თუ მე ვისწავლი ყოველი წამის გაფრთხილებას, ისე რომ ყოველი წამი ქრისტესთან ერთად ვიყო, მაშინ ქრისტეს აღარასოდეს აღარ უღალატებ. სულ მასთან ვიქნები. გესმით, ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ დროში გაწელილად ვცხოვრობთ და დროში გაწელილად უნდა გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი, ყოველ წამს გაუფრთხილდეთ, იმიტომ რომ არც ერთი წამი არ არის ტყუილ უბრალოდ მოცემული ჩემთვის. არამედ ყოველი წამი მოცემულია იმისთვის, რომ მე ვისწავლო ყოველ წამს ქრისტესთან მყოფობა, იმიტომ რომ რო დადგება დრო, როცა მე უნდა ამ ქვეყნიდან გავიდე, ის წამი იყოს ჩემთვის არა უცხო რაღაცა, რომ აი მე, არამედ ჩემთვის ბუნებრივი იყოს ის წამი. რა არის გარდაცვალება თუ არა ქრისტესში გადასვლა? ჩემი მორწმუნე არასოდეს მოკვდება, არამედ გარდაიცვლება სიკვდილისაგან სადო სიცოცხლეში და ვინ არის სიცოცხლე? მე ვარ სიცოცხლე, ქრისტე ამბობს. ანუ გარდაცვალება ეს არის ქრისტესთან თანაზიარობა. და ჩემთვის ეს უცხო აღარ უნდა იყოს. მე ხო ისედაც მთელი ცხოვრება სულ ყოველი წამი ქრისტესთან ერთად არა ვარ? ხო თუ ადამიანი ამ მდგომარეობას მიაღწევს. ამიტომ ეს არის მღვიძარება ზუსტად, რომ ფხიზლად ყოფნა. და მე პავლე მოციქული შეიარაღებისკენ მოგვიწოდებს.
ხშირად ხმარობს ხო სამხედრო ტერმინოლოგიას. რომის მოქალაქეა და ეს ბუნებრივი ეს ტერმინოლოგია რო არსებობდა მის ლექსიკაში. შევიმოსოთ ჯაჭვი სამხედრო შესამოსელი. ეს ჯაჭვი ოღონდ სარწმუნოებისა და სიყვარულისა და ჩაფხუტი ასევე საომარი ქუდია ხო რაღაც ესეთ სასოებისა და ცხოვრების. სიყვარულიც, ცხოვრება ანუ სიცოცხლეც, სასოებას არის იესო ქრისტე. ეს ყველაფერი ქრისტეს სახელებია და სარწმუნოებაც ეს არის, როცა ჩვენ ქრისტეს ერთგულებით და მისი მცნებების აღსრულებით, ანუ ქრისტეს ერთგულებით ცხოვრობთ. ფაქტობრივად, პავლე მოციქული გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა ვიომოთ, მაგრამ ამ ომში მარტო კი არ ვართ, ქრისტეს შემოსილები ვართ. რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელგვიღებიეს ქრისტეს შეგვიმოსიეს და ჩვენი საბრძოლო იარაღი, რითაც უპირისპირდებით ამასოფლის სულს, დემონურ სამყაროს და მათ შორის საკუთარ ეგოიზმს, ეს ყველაფერი თავად ეს იარაღიც ქრისტეა. ანუ ქრისტე იბრძვის ჩვენთან ერთად, ჩვენს მაგივრად და გამარჯვებას, რომელიც მის მიერ არის მოპოვებული ჩვენ გვჩუქნის. და მე პავლე მოციქული გვახსენებს, რომ ჩვენ ღმერთს არ შევუქმნივართ რისხვისთვის, ანუ ჯოჯოხეთისთვის არ შევუქმნივართ ღმერთს, არამედ შესაწევნელად ცხოვრებისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა, ანუ იმისათვის შექმნა, რომ ცხოვრებაში შევიდეთ და გვეწევა ამისათვის ჩვენი უფალი იესო ქრისტე, რომელიც გვახსენებს მოკვდა ჩვენთვის. აი ეს მადლიერების განცდა. ადამიანი ამას არასოდეს არ უნდა ივიწყებდეს. იმიტომ რომ თუ მადლიერების განცდა მაქვს და თუ მახსოვს, რომ ის მოკვდა ჩემთვის, მე უბრალოდ წესების ასრულებელი კი არ ვიქნებით, რელიგიური წესების ასრულებელი, არამედ მადლიერებით, ღვთის ერთგულებით მაცხოვრებელი, როცა მე უკვე დავინახავ, რომ მე მას ვუყვარ, როცა აი მახსენებს, მოკვდა შენთვის, მოკვდა და ბოლო-ბოლო დავა ჩემამდე, რომ ესე იგი მე მას ვუყვარ. როგორც კი ჩემი მთელი არსებით, არა მარტო მენტალურად, არამედ მთელი არსებით მივხვდები, რომ ქრისტეს ვუყვარ ვარ და ეს ქმედითი სიყვარული გადარჩენაა ჩემი, ხო, ჩემთვის მოკვდა ჩემი წოდების გამო, მაშინ ჩემი გული ლბება და ჩემში შემოდის მის და მის სიყვარული, როგორც იონე მოციქული ამბობს, ჩვენ გვიყვარს იგი, რამე თუ პირველად მან შეგვიყვარა და შენ ხდები, აი კაი სუფთა გაგებით მინდა გაიგოთ, სულიერი გაგებით შეყვარებული ქრისტეზე. შეყვარებული ქრისტეს, როცა შეყვარებული ადამიანი როა და სიყვარულის სუბიექტი როა ყავს და სული მასზე ფიქრობს, სულის ახსოვს, მის გარეშე არც ერთი წამი არ არის და როცა ის იმას ვერ ხედავს, გლოვარებს, აწუხებს, ამ ქვეყანაზე არაფერი უხარია, ანუ შეპყრობილი ხდება გული სიყვარულის ობიექტით, სუბიექტით. აი ესევე უნდა იყოს ქრისტიანი. და როდესაც ამ სოფელში ვართ და თუ ასეთი წყალობა გვეწვია, რომ ქრისტე ამგვარად შევიყვარეთ, გამოიხატება ლოცვაში, ეს გამოიხატება მის და ერთგულებაში და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაშიც ჩვენი ქრისტესადმი სიყვარული, შეყვარებული რო ხარ ქრისტეზე და მისით რო გიძგერს გული, რაშიც ეს გამოვლინდება, ეს არის ეკლესიისადმი სიყვარული. იმიტომ რომ ქრისტემ დატოვა ეკლესია, მე აღვაშენებ ჩემ ეკლესიას. და ეკლესია არის ერთადერთი ადგილი სამყაროში. არა დედამიწაზე, მთელ სამყაროში ერთადერთი ადგილი, სადაც შენ ჯერ კიდევ აქ ხორცში მყოფი ადამიან, აქ ყოფ ადამიანს გეძლება შესაძლებლობა ქრისტეს ხორცსა და სისხლის მიღებით თავად ღმერთს ეზიარო. სხვა ადგილი სამყაროში არ არსებობს. ეკლესიაში ტაძარს არ გულისხმობ, მორწმუნე ნაკრებს გულისხმობ, ხო ერთობას, ვიკრიბებით ეკლესიად, ანუ ქრისტეს მისტიკური სხეული. ამიტომ ვისაც ეკლესია არ უყვარს, ვინც ეკლესიაში ხდე, აი ეკლესიაში მოვიდეს ადამიანი და აინახავს თეოდორე მღვდელი. ცოდვილი თავისი, ესე იგი, ცოდვიანი მიდრეკილებებით, უძლურებებით, სისუსტეებით, რაღაცეებით, 1000 რამე მჭირს და დაინახა ეს ყველაფერი და აუ ეს ვინ არის, კაცო და წავიდა. გესმით? და ამ დროს ადამიანს არ ესუსო ჩემთვის კი არ მოდიხარ ეკლესიაში, არამედ ქრისტესთვის და სხვაგან ვერსად ვერ ეზიარები. ამიტომ გახსოვდეთ ძალიან კარგად, რომ ნებისმიერი სიტყვა, რომელიც ადამიანს ეკლესიისადმი აფრკოლებს, ეს სიტყვა არის დემონური, სულ რომ იდეალური ფილოსოფიური საღვთისმეტყველო და ლამაზი ზნეობრივი და 1000 სიტყვებით იყოს შეფუთული. თუ გარეთ მყოფ ადამიანს მოისმენს რა ამ სიტყვას, იფიქრებს, აუ ეს ეკლესიაში ვიყოფილა, ნაკ რა მინდა, ეს სიტყვა არის დემონური მღვდელს, მომეცა სამყაროში ყველაზე დიდებული რამ,
ღვთისაგან რომ ვამბობ ეხლა მე ხამუშობა და მეშინია და მცხვენია რომ მე ვწირავ უსისხლო მსხვერპლის შეიწირება ჩემი ცოდვილი ხელებიდან და პური და ღვინო ხორცი და სისხლი ხდება და თქვენს გაზიარებ და მეც ვეზიარები თითქოს მე ჩემი ხელით მაგრამ მე არა ვარ იმიტომ რომ მე ხო ვიცი რასაც ვიღებ ის უკვე პური და ღვინო არ არის ის რაღაცა დიდებულება რომელიც გარდაქმნის ჩემ არსებას ეს მომეცამე აი ეს თუ არა აქ ადამიანს სიბრძნე აბა რას ნიშნავს ქრისტეს სიყვარული რაში უნდა გამოხატო ქრისტესადმი სიყვარული ვერც ვერაფერში ვერ ცარიელი ფილოსოფია და თეორია აი არც მეტი არც ნაკლები ამიტომ მე ძალიან კარგად გვახსოვდეს რომ ჩვენ გინდა თუ გვეძინოს და გინდა თუ გვეღვიძოს ქრისტე მოკვდარა ჩვენთვის ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ მასთან ერთად სიცოცხლე ფსურს და გინა გეძინოს და გინა გეღვიძოთ ანუ არა აქვს მნიშვნელობა ნებისმიერ მდგომარეობაში ქრისტესნი ვართ რომ ეს არ დაგვავიწყდეს და ეს რა თქმა უნდა ესეთი მდგომარეობა როცა აქ ადამიანს ის უკვე სოციუმში სხვანაირია რომელიც ჯერ აქ ისწავლება ეკლესიაში და მე ეს მდგომარეობა გაგვაქვს ეკლესიის გარეთ და ვცდილობთ ადამიანებს სიყვარული ვაჩვენოთ იმიტომ რომ თუ საბოლოო ჯამში ადამიანს სიყვარული არ აჩვენე ეს ყველაფერი რაზეც ვლაპარაკობ ეს კი მართალია მაგრამ ეს შენში არ არსებობს და თუ გგონია რომ არსებობს და სიყვარული პრობლემა გაქვს ურთიერთობაში ანუ სიყვარული ახლა ძალიან მაღალი სიტყვა ურთიერთობაში საქმეებში არ ვლინდება მაშინ გამოდის რომ იქ რაღაცა შეცდომა რაღაცა გეშლება შენ გეშლება რაღაც ამიტომ პავლე მოციქული ამ ყველაფრის მერე გვაფრთხილებს ნუ გეშინის სცემდით ურთიერთარს და აღაშენებდით ურთიერთარს ვითარცა ეგე ყოფთსა ანუ ამას ეგრეთ ცხოვრობთ კიდევაცო თქვენთო და გვახსენებს რომ ნუ გეშინის სცემელი იყავით ერთმანეთის და ერთმანეთის აღშენებელი სულიერად ანუ ხარში ამოვდექით ერთმანეს და ჭეშმარიტება არ დაკარგოთ სულმოკლეობით ჭეშმარიტება არ უარყოთ და მტკიცედ გადაიტანოთ ნებისმიერი განსასწრებელი და ბოლოს ესე გვეუბნება პავლე მოციქული რომ ეს ცხოვრება სავსე არა განსასწრებით მაინც გვაფრთხილებს რომ ყოველსა შინახ მადლობდით აი ეს ყოველსა შინახ მადლობდით ნიშნავს რომ ყველაფერში რომ გახსოვთ ხშირად მithქვას რომ დილას რო იღვიძებთ წარსძექით ღვთის წინაშე და ყველაფრისათვის მადლობა უთხარით ღმერთს განსასწრებისათვის უპირველეს ყოვლისა განსასწრებისათვის ითხოვეთ მადლობა და იმ ადამიანებისათვის რომლებიც თქვენ გავიწროებენ და თქვენს არასწორად გექცევიან უსამართლოდ აი უსამართლობისადმი ქრისტიანული დამოკიდებულება ამ სამყაროში არის ღვთისადმი მადლიერება პარადოქსია რა თქმა უნდა ამასოფლისულისათვის მაგრამ არა ჩვენთვის გესმით ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ გვახსოვდეს ეს ძალიან ღრმა თემა ახლა ვერ გავშლი მაგრამ ამიტომ ამბობს ყოველსაშინა ყველაფერში ღვთის მადლობა ისწავლეთ მადლიერება ღვთისადმი და იქვე გვეუბნება გვაფრთხილებს რამე თუ ესი არის ნება ღვთისა აი ღვთის ნება რა არის ღვთის ნება რომ ყველაფერში ღმერთს მადლობდნენ ჩვენ ასე ხო არ ვართ ჩვენ ამ სოფელში ვხედავთ უამრავ უსამართლობას გლობალურს თუ პიროვნულს და ვბობოქრობთ რისხვით სავსენი ვართ გესმით და ამიტომ გეუბნება არა მადლიერი იყავი ღვთისა ყველაფერში იმიტომ ეს ღვთის ნება ვინ არენდობა პავლე მოციქულს და ვინ დაიწყებს პავლე მოციქულის სიტყვების რევიზიას როცა ამ სიტყვებს იცით რა ახლავს რომ პავლე მოციქულს ბოლოს თავი მოკვეთეს აი ასეთი კაცი ლაპარაკობს ამას ანუ პავლე მოციქულს ეს სოფელი არაფერებოდა არავინ არც რომაელები არაფერებოდნენ არც ბერძნები არაფერებოდნენ არც იუდეველები ეფერებოდნენ არც ქრისტიანები ეფერებოდნენ არავინ არაფერებოდა პავლე მოციქულს და ბოლოს თავი მოკვეთეს გესმით რა შეასაკო და ესეთი კაცი ამბობს რომ ყველაფერში მადლობდით ღმერთს იმიტომ რომ ეს არის ღვთის ნება შეგვეწიოს უფალი და მოგცეს ძალა რომ ეს ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაში რეალიზდეს იმიტომ რომ დადგება წამი როცა ჩვენ უნდა გარდავიცვალოთ და უფალს ვთხოვ ჩემთვის და თითოეული თქვენგანისთვის რომ ეს წამი ყოფილიყოს გარდაცვალება ქრისტეში ანუ სიცოცხლეში ამინ მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა ამინ